მოგესალმებით ჩემი არხის გამომწერებო განსაკუთრებულად და მე მოგესალმებით ყველას, ხო, არხის სტუმრებს, მადლობა. თვითონ თქვენთაგან ნდობისთვის, ერთგულებისთვის და დღეს მინდა შემოგთავაზოთ ეს გაშლა ერთ-ერთი მაყურებლის თხოვნით მომავალი მეუღლეო. დიახ, მომავალი მეუღლეო, მელოდიამაც რომანტიული ნოტა აიღო, ხო? ნოტა არა. ვაცადე მოკლედ ეს რომანტიული წამები მელოდიასაც და თქვენს და მოკლედ პირველი მეორე ვარიანტი ჩემი მომავალი მეუღლე. მოდით ვნახოთ ჯერ პირველ რიგში ვინ ხართ თქვენ? ძალიან სამართლიანი ადამიანი. ვიტყოდი ზედმეტად წესიერიც კი ოღონდ თუ გაამწარეს ტრისას და ავს ქვაზე ნუ დარჩენილა ჩემს იქეთო, აი ესეთი ხასიათის შეიძლება სამართალდამცველი ანუ ხო სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომელიც იყო არ ვიცი ვინმე ესეც გადათამაშდება ვინ ხართ და მეორე მაღალი არკანი მეგობრებო დამენახეთ უნდა მოგესალმოთ განსაკუთრებულად ადამიანები რომლებიც მუდმივად ისწრაფვით წინსვლისკენ მიზნების მიღწევისკენ და საკმაოდ კარგადაც გამოგდით ეს ყველაფერი ადამიანები რომლებსაც ნებისმიერ სიტუაციაში თქვენი არსებობით სინათლე შეგავთ სინათლე მხოლოდ ფიზიკურ სინათლეს არ გულისხმობ ხო თუმცა ესეც შესაძლოა გულისხმობ ნახეთ როგორ მომენტს თქვენი მხრიდან აი მივედი და ვიღაცის მენტალობაში დავუშვათ რაღაცა სინათლის შუქი შევიტანე ხო მივედი და ვიღაცის ცხოვრებაში რაღაცა განადგა ანუ ერთგვარი შესაძლებლობა ხარ სხვა ადამიანებისთვის ერთგვარი მოტივატორი ერთგვარი სტიმული ერთგვარი არის ტრიგერი არ ვიცი აი ძალიან ისეთი ადამიანი რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ საკუთარ რესურსებს მხოლოდ საკუთარ თავს არ ახმარს სხვებისთვისაც ხშირ შემთხვევაში გზის გამკვლევია და კი ბატონო ადამიანი რომელიც არასდროს თავის წილს არაფერს სხვას არ დაუთმობს და თავის წილს ის ყოველთვის ასე ვთქვათ აიღებს და გამოიყენებს კიდეც შესაბამისად ხომ მაპატიეთ ანუ ადამიანი რა ვიცი მე ძალიან მოხიბლული ვარ თქვენი ენერგიებით და ბოდიშს გიხდით ერთი წამით შემოკარგო ადამიანებო ტელეფონზე ის შეტყობინება რომ გამორიცხული ამას არ ვუპასხო მაპატიეთ ერთი წამით ხო რას ვამბობდი ხო ძალიან ისეთი ენერგიებია თქო მე მოხიბლული ვარ გულწრფელად რომ გითხრათ თქვენით ორი მაღალი არკანი ნუ შვიდიანი კვერთხები კიდევ ერთხელ ვიმეორებ კი ვიბრძოლეთ კი დაბრკოლებები იყო შეიძლება შემავიწროვეს კიდეც ხო მაგრამ მე ეს ყველაფერი დავძლიე და მე შემიძლია დღეს ვიბრძოლო ხო მე შემიძლია კონკურენცია გაუწიო და მე შემიძლია ჩემი წილი უკან დავიბრუნო აი ესეთი ხასიათის ადამიანები ბრძანდებით და ვნახოთ ახლა თქვენს პირად ცხოვრებაში რა ხდება. არაფერი, სამსახური, ყოველდღიური რუტინა, რაც გადმოხდა, მაგითი რომ ვიხელმძღვანოთ, კიდევ რა ხდება. ხო, ნახეთ, გახურებთ რაღაცა ჰორიზონტს, გინდათ რაღაცა სიახლე, გინდათ რაღაცა უკეთესობა, ესეთი დადებითი ვიბრაციები.
სასიცოცხლო ენერგიებიც ვიტყოდი და კი გინდათ ემოციები, გინდათ რაღაცა ის პეპლები მუცელში და მურაშკები მკლავებზე, ხო, მაგრამ რაღაცა ძალიან ისე სტაგნაციაში იმყოფებით, რაღაცა კონფლიქტურ სიტუაციებშიც არ ვიცი, გიღალატეს არ ვიცი, მოგატყუეს, მაგრამ ხმლები და რაღაცა გამოუვალი სიტუაციები. თუმცა მინდა გითხრათ, რომ აქ შედარებით მსუბუქი ენერგიების არკანია. ხუთიანი ხმლები. თქვენ ხედავთ აქ თავზე მზეს. მე რა ურჩხული ეფარება, მაინც მზეა და არც ერთი პირიქით ხმლები ხელშიც უჭირავს. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ თვითონაც შეუიარაღებელი არ არის, ხო, განსხვავებით 10-იანი ხმლებისა, რომელსაც ხედავთ, რომ პირდაპირ სხეულზეა დაშვებული. ხო, ვერ მოვიწონებთ თავს დღევანდელი ენერგიებით ნამდვილად, მაგრამ ვნახოთ უახლოეს პერიოდში. რა ენერგიები იქნება, მე ვნახოთ ვინ იქნება თუ აი მოდის ემოციების პერიოდი, მოდის ემოციების დრო და მოდის რისი დრო, ტვირთის წამოკიდების თუ მოხსნის. ის რა არის მეგობრებო, რაღაცაში ცოტა თქვენი ხელით ურევია, რომ რაღაცებს ბოჭავთ, რაღაცებს აბრკოლებთ, თქვენი არასწორი აზროვნებით შეიძლება, თქვენი არასწორი დამოკიდებულებებით, მოლოდინებით, შიშებით, ეჭვებით, რაღაცა როცა შეგიძლიათ, რომ ყველაფერს ნათელი მოფინოთ, ხო და ანისი ანასე მიიღოთ გადაწყვეტილება და საკონტროლო სიტუაციაში აღარ აღმოჩნდეთ. და ბოლოს გახდეთ კვერთხების დედოფალი, ხო? ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცის რა უნდა. ლამაზიც არის, გონება გამჭრიახიც არის, ქარიზმატულიც არის, ყდემამოსილიც არის და უკანასკნელი მოდი ვიტყოდი მეძავიც, ხო? იქ სადაც საჭიროა. არ გულისხმობ სოციალურ პროსტიტუციას. მოდის ენერგიები, სხვა შორის ოჯახური სიტუაციების, ოთხიანი კვერთხების, ოჯახის წარმატების, სტაბილურობის და ჰარმონიის არკანია. კარგით. მოდი აბა მაშინ მითხარით, ვინ მოდის? ეს ენერგიები გავიგეთ, რომ მოდის, მაგრამ ვინ მოდის, თუ მოდის, ვინმე ეს რა იჭრა? როგორ არ მოდის? აგერ თავისით გადმოფრინდა. კვერთხების რაინდი. საინტერესოა. მოდის ჯიუტი, ცეცხლოვანი, ისეთი თავში დაჯერებული ადამიანი თქვენს ცხოვრებაში. კაი. მანახე ახლა როგორი იქნება ადამიანი, რომელიც შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში იქცეს მთავარ მეგზურად, ხო? ადამიანის სხვა შორის, რომელსაც ექნება ძალიან ბევრი შანსები ყოველთვის. ანუ ერთ სიტუაციაზე არასდროს არ იქნება დამოკიდებული. მას ექნება ყოველთვის ასარჩევად სიტუაციები. ადამიანი, რომელიც საკმაოდ თვითკმარი იქნება, საკმაოდ მზადყოფნაში იქნება სტაბილურობისთვის, გაცნობიერებული ექნება საკუთარი მოვალეობებით, უფლებებით, ანუ ნახეთ, მე უკვე ყველაფერი გავიარე, მე უკვე ყველაფერი ვნახე. ახლა მინდა სტაბილურობა, ახლა მინდა სიმშვიდე და მინდა ანუ ყველაფრით უზრუნველყოფილი ცხოვრება, ხო, სადაც ფინანსებიც თავის ადგილას იქნება, ვნებებით, ცეცხლებიც თავის ადგილას იქნება, ერთობლივი გეგმები იქნება, ერთობლივი გამარჯვება იქნება და მოკლედ ერთობლივი ასე ვთქვათ გზა და გეგმა წინსვლისთვის, ხო? ხო, სადაც მის მოქონიებულს დაინახავენ, გაუფრთხილდებიან, პატივს სცემენ და სადაც ექნება მაქსიმალური ემოციები. ყოველ შემთხვევაში ესეთი ტიპის ადამიანია, ეს მოლოდინები აქვს. ცოტა მეოცნები ადამიანიც მიჩანს, მიუხედავად იმისა, რომ პენტაკლების მეფეა და მიწიერია, მაინც აქვს ეს რაღაცა და ძალიან კარგია, რომ ეს პასაჟები გვაქვს. და პენტაკლების მეფესთან ერთად ძალიან ცეცხლოვანი და ქარიზმატული ადამიანიც იქნება, მეგობრებო. სხვა შორის ერთი რაღაცა დაიმახსოვრეთ კარგად, ნახეთ.
მამაკაცებს გოგოების საყურადღებოდ ვამბობ. მამაკაცები ვინც მისმენთ, შესაძლოა თქვენ სიტუაციაზე გადააკატავეთ, ხო, პირიქით, სქესი შეცვალეთ უბრალოდ. მაგრამ მე აქ ამ შემთხვევაში ახლა გოგონების საყურადღებოდ ვამბობ. თუმცა არა, რატო მარტო გოგონების საყურადღებოდ? მამაკაცებმაც მომისმინეთ, ნახეთ რა არის. თუ თქვენ აპრიორი ურთიერთობას იწყებთ, უკვე ქვეცნობიერად თაც კი, თუნდაც ცნობიერად არ გქონდეთ ეს გააზრებული, მაგრამ მე ქვეცნობიერი მუშაობს, ისე რომ მე ხა აი ამ ადამიანს გამოვიყენებ საჩემოდ. კარგ ადგილას მუშაობს და რაღაცა ბიზნეს მფარველობას გამიწევს, ან სამსახურს დამაწყებინებს, ან ფულს გადამიხდის ყოველთვი, ან რაღაცას ჩემი ინტერესი ჩავდე. იცოდეთ, რომ თქვენ თუ გამოიყენებთ და ამის შანსი მოგეცემათ, თქვენც გამოყენებული იქნებით, პროსტა დროის ამბავია და რომელი მხრიდან, ხო. მაგრამ ეს დადგება ეს მომენტი. თქვენს თავს ჩააყენებთ ზუსტად იმ ბალანსია სამყაროს, საერთოდ სამყაროში ეს დუალური მომენტები ხაერიდან კი არ მოდის, მეგობრებო. დღე, ღამე, სიბნელე, სინათლე, სიკეთე, ბოროტება, ანუ ყველაფერი კი, ბალანსია, ზუსტად ბალანსია ეს ენერგიების, ხო? ასე რომ შენ თუ რაღაცას გააფუჭებ, დღეს ხვალზე გეპატიება, მაგრამ მასზე ჩაგარტყამენ და შენ გაგიფუჭებენ. შესაბამისად, ხო, მე ესე დავგეგმე, ყველა თავის გადასახადს იხდის. მე ვცხოვრობ პირობითად ასაკით ძალიან უფროს ადამიანთან, რომელთანაც სექსი სულაც არ მაქვს, ძალიან მაგარი, მაგრამ ნუ ზატო აი, არ ვიცი, კარწის ჩანთა მიკავია ხელში, პირობითად, ხო? ან ჰერმესის ჩანთა მიკავია ხელში და რაღაცა ბოლთაობის ტელეფონი მაქვს, ან მანქანა მიდგას ისეთი სადგომზე, რომ ნუ ყველას ზედ რჩება თვალი, ხო? მაგრამ მე ამისთვის ვიხდი იმას, რომ ვითქმენ ბევრ რაღაცას, ხო? ანუ არ მაქვს ჯანსაღი ცხოვრების წესი. წყვილში რაც უნდა იყოს, ხო? ანუ არ არის ის რაც უნდა იყოს, ვთქვათ. თუმცა რას ვერჩი ახლა ასაკით უფროსებს შეიძლება ვიღაცას უფრო მაგარი იყოს ამ საქმეში და ახალგაზრდას უჭირდეს. მაგრამ ნუ ზოგადად ვამბობ, რა ხა ულტრირებად მიიღეთ, გეხვეწებით, შეიძლება ცოტა უხეში შედარებაა. მაგრამ ესეც ერთგვარი სოციალური პროსტიტუციაა, ხო? მე რა, ანუ მე ჩემს თავს ვყიდი, იმიტომ რომ, ნუ აი ზატო ეს ბენეფიტები მაქვს. იმისი არ იყოს ლამაზი ქალი, ხო? ფილმი რომ არის. მე მგონი ისე არ ქვია, ჯულია რობერტსი და რიჩარდ გირი რომ მონაწილეობენ, ხო? შენ მოკლედ მე სახს დაგიქირავებო, აგერო არაფერზე საშრომი არ გექნება, სახლი გექნება, კარგი გექნება, რასაც მოინდა, ყველაფერი გექნება, ოღონდ ქუჩაში არ დადგეო და ეს ქალი რომ მეუბნება, რომ იცი რა, გეოგრაფიის საკითხია, თორემ მე შენთვის მაინც ნიფთი ვიქნებიო, ხო რა, ამჟამად გეოგრაფიის ამბავია, სად ვიქნებიო, თორე იგივე დანიშნულება მაქვს. ხო, აი ეგ მომენტია და ეს გაითვალისწინეთ ხოლმე ძალიან გთხოვთ მამაკაცებმაც და ქალებმაც. კარგით, კიდევ როგორი იქნება აბა ეს ადამიანი? ნახეთ, თქვენს სიგნიფიკაციაში რაც ამოვიდა, ის სიგნიფიკატორი ამოდის მის დახასიათებაში, მეგობრებო. შეიძლება ცეცხლის ენერგიის, ანუ ცეცხლის ნიშანიც იყოს, არ გამოვრიცხავ, მაგრამ არაფრით რომ არ ჩამოგივარდებათ ვიბრაციებში და ენერგიულ, ასე ვთქვათ, თანწყობაში თქვენ. ადამიანი, რომელისთვისაც პრაქტიკულად არ არსებობს, რა არის სიტყვა არა, მან არ იცის, არ ცნობს ზოგადად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა საინტერესოა თქვენც ეს ორი არკანი ამოგივიდათ დახასიათებაში და არ ვიცი, შესაძლოა სამართალდამცველი ორგანოებიდან იყოს კიდევ განმეორდები, ასევე იქ იყო კვერთხების მეფე, საგამოძიებო სფერო, ხო, პოლიტიკა, რაღაცა ეგეთი სფეროებიდანაც შესაძლოა იყოს, მაგრამ ნუ აუცილებელი არ არის. კაი, ეს ამბავი, მოდი ავიღოთ, აბა 2-3 თვეში გამოჩნდება, რომ გამოჩნდება, გავიგეთ, ვინ იქნება, გავიგეთ, მაგრამ რამდენ ხანში? 2-3 თვეში იქნება ეს სიტუაცია.
კი, მეგობრებო. კი იქნება 2-3 თვეში. 2-3 თვეში. სხვაჩვენს მინდა გითხრათ, რომ ვიღაცა შეიძლება ოჯახიდან წამოსულიც იყოს. თქვენს ცხოვრებაში ვინც შემოვა, შეიძლება ბევრზე გადათამაშდება ის, რომ უკვე ყავდა მას ოჯახი. მაგრამ არ დააგვიანებს ძალიან ეს ადამიანი. აქ დიდი პერიოდი არ მიჩას. მადლობა პირველ ვარიანტს. და ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტი ვინ ბრძანდებით. ძალიან ისეთი მე ოჯახე გიყვართ ოჯახური დღესასწაულები, ოჯახური თავშეყრის სიტუაციები, არ ვიცი შესაძლოა ნათესავებში ისე იყოთ გაცნობიერებული და გარკვეული, რომ მე-7-მე თაობის ხალხსაც იცნობდეთ. ეს ემოციური ბმა საკუთარ სისხლთან და ხორცთან ცოტა ისეთი გამძაფრებით გქონდეთ. ადამიანი, რომელიც თავისი მისვლით გულგრილს არ ავისტოვებს, ყველგან სინათლე, სიხალისზე, ბედნიერებაში აქვს პირდაპირი და არაპირდაპირი მნიშვნელობით და ადამიანი, რომელიც ნებისმიერ სიტუაციიდან გამარჯვებული გამოდის. ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცის რას, რისთვის და როგორ აკეთებს. ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრს მუშაობს და ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავთ იმისთვის, რომ გქონდეთ ის, რაც გაქვთ და გაქვთ კიდეც სტაბილურობა. ვერ ვიტყვი, რომ ვარსკვლავებს ეთამაშებით, მაგრამ სტაბილურობის მომენტი აქ ცალსახად არის. თუმცა ბევრი ტვირთით შესაძლოა გქონდეთ მეგობრებო წამოკიდებული მხრებზე, ეს იქნება ემოციური ტვირთი თუ ფინანსური არ აქვს მნიშვნელობა და შესაძლოა გაცილებულიც იყოთ. ხო, ესეც გადათამაშდება ვიღაცებზე. ახლა ვნახოთ ჩემო კარგო ადამიანებო, რა ხდება თქვენს ცხოვრებაში ახლა და აი ამ დროს. ხო, თქვენ ცხოვრებაში რაღაცა უცნაური ამბები შეიძლება ხდებოდეს, თქვენ თვითონაც რომ გიკვირდეთ და თქვენ თვითონაც რომ გაბნევდეთ ზოგჯერ, შეიძლება ძალიან ისეთი სინათლის სიჩქარით იცვლებოდეს რაღაცეები და ამავდროულად ვიღაცებზე ისიც გადათამაშდება, რომ თქვენ ამ პერიოდში დაინტერესებული ხართ რაღაცა ახალი ცოდნის შეძენით, ახალი საქმიანობებით, ახალი სიტუაციებით და ამავდროულად ვიღაცა ძალიან მჭიდროდ ურთიერთობთ ეზოთერიკოსთან. თქვენ ცხოვრებაში ფინანსური პრობლემები ნამდვილად არ არის ახლა, უფრო ვიტყოდი პრიორიტეტიც არის და თქვენ ცხოვრებაში უკვე არის გამოჩენილი ადამიანი ცეცხლოვანი, ადამიანი ქარიზმატული, ადამიანი განათლებული, ენაწყლიანი, სასწაული სექსუალური ენერგიების მატარებელი, რომელიც იცვამს ძალიან კარგად, რომელსაც ძალიან კარგი აღნაგობა აქვს და ეგ კი არა, აი შეიძლება როგორი მომენტი გქონდეთ ხოლმე იცით, რომ სად შოულობს, აი როგორ ასხია ესე ყოველთვის განსხვავებული სუნამა, ეს მომენტიც შეიძლება გქონდეთ აქ. და იყურებით თქვენ ახლის დასაწყისისკენ, გინდათ რომ რაღაცები ოცნებობთ, მეტასაც გეტყვით, შეიძლება ეს უბრალოდ ეს ადამიანი არის თქვენ ცხოვრებაში, მაგრამ აქ გარკვეული ჯერჯერობით არაფერი გაქვთ და კი ბატონო ნამდვილად არ გაქვთ აქ არაფერი გარკვეული. რაღაცა მერყეობის მომენტია, შეიძლება ისიც არ იცოდეთ ამ ადამიანს მოსწონხართ, არ მოსწონხართ, ბევრ ინფორმაციას შეიძლება არც ფლობდეთ ამ ადამიანთან დაკავშირებით, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ადამიანი, რომელზეც თქვენ დღეს ფიქრობთ, ნამდვილად ცალსახად არის თქვენს ცხოვრებაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება ბევრი კითხვის ნიშანი გქონდეთ, ბევრი რაღაცა გაურკვეველი იყოს, მაგრამ ეს ადამიანი არსებობს. ერთი წამით ისევ მუსიკის ჩართვა მინდოდა, რომ ხმაურმა არ შეგვიშალოს ხელი და რაღაცა სინათლე წავიდა ბოდიშს გიხდით და ეხა ხელახლა მინდა რომ ეს გავაკეთო. არავშოს 2 წუთს მოვიდეთ. სამაგეროდ კარიბების ხმაურის და აი ბოდიში სხვა ხმაურს ნამდვილად ჯობია მელოდია. არ ვიცი.
არ ირთვება, რატო არ ირთვება რა. მე მგონი ჩაირთო და გვეშველა და გავაგრძელებ ბოდიშს გიხდით. არ ვიცი არ ჩაირთო. კარგით გავიშვათ. კიდე რა ხდება? თავისით გადმოხდა ეს არკანი. ხო, დაკიდებული მამაკაცის არკანით, სხვათა შორის ტრანსფორმაციის ბოლო ეტაპზე ხართ. არ იფიქროთ, რომ აი არაფერი გამოდის როგორც წესი. ერთი ნაბიჯი როცა აკლიათ ხოლმე ადამიანებს თავიანთ ოცნებამდე და წარმატებამდე, აი მაშინ ჩამოყრიან ხოლმე ხელებს და დაყრიან ხოლმე ფარხმალს. კაი. აწი მითხარი, აბა უახლოესი ენერგიები რა იქნება კოშკის არკანი. სხვათა შორის მეგობრებო, ეს დასტა არის ერთ-ერთი ისეთი დასტა, სადაც კოშკი აბსოლუტურად მთლიანობაში სტაბილურად დგას. ანუ არც ერთი ნაწილი მისი მომსხრეული არ არის. და კი ბატონო, ქარიშხალია, კი ბატონო, აქეთ-იქიდან რაღაცა თითქოს ურჩხულისებრი შემტევები ყავს, თითქოს რაღაცეები გაფუჭებულია, მაგრამ რეალურად თქვენც ხედავთ, მაინც რომ ვწვალობ, რომ ეს ჩავრთო და ასე კი ვერ ჩავრთე. და თან ნახეთ დააკვირდით, აქ არის უსასრულობის ნიშანი. სადღაც სხვაგან გადავედი ბოდიში. მეშველა. და თქვენც გეშველათ, მე მგონი რომ დაგხალეთ, კი. და თან დააკვირდით, უსასრულობის ნიშანი ხოა უკან. პლუს ამას თავზე როგორი ყვითელი მზისებრი ცეცხლია და დაბლა არის ტალღების მაგვარი სიცისფრე, ხო? ანუ აქ სულ რომ ცეცხლი წაეკიდოს, დაბლა მაინც წყალია და რაღაცები გადარჩება. ანუ ეს არკანიც როგორი კოშკის არკანია, იცით რომ აი ვერ გაგტეხეს, ვერ მოგერიდნენ, ხო ხდებით, ბევრი ქარტეხილი გაიარეთ, მაგრამ მაინც ჯერჯერობით მყარად დგახართ ფეხზე და ჯერჯერობით კიდევ შეგიძლიათ რომ რაღაცებს გაუმკლავდეთ, მიხვდით, ხო? და უფრო მეტიც ეს გარეთა შემოტევები გამოიყენოთ თქვენ სასარგებლოდ იმ დონეზე, რომ გარეთა სინათლისგან თქვენ შიგნითა სიტუაცია გაანათოთ. ხო მივხვდით? გამგები გამიგებს. პირადი ცხოვრების ენერგიები მაჩვენიება. პირად ცხოვრებაში მაინც ამ ვიღაცას ეკიდებით. მაინც ოცნებებში რჩებით უახლოეს პერიოდში. გეუბნებით ისევ არჩევანის აი კი თუ არა, ნეტა რა უნდა, ნეტა რატოა. ზოგჯერ უმადურობის მომენტით შეგიპყრობთ, რომ საერთოდ რატო ხარჯავ ამაზე ფიქრში დროს და გადაწყვეტილების მიღების დროა, შეიძლება ეს მომენტიც გაგიჩნდეთ. მე მინდა სავსე ემოციები, მე მინდა ბედნიერება, მე მინდა სიყვარულის ენერგიები და ამ დროს ხო, ბავშვიც მინდა, ოჯახიც მინდა, მაგრამ რაღაცა მაინც იქ არჩევანის მომენტი რჩება, ხო? აგერ შეყვარებულების არკანით და აქ ორიანი თასებით. თქვენ გინდათ რომ იყოთ თასების დედოფალი. ან ნახეთ შემოდის ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში. სწორი ვარ? მამაკაცებისთვის პირდაპირ მნიშვნელობით იქნება რომ შემოდის თქვენს ცხოვრებაში. კი, ოღონდ ნახეთ როგორი მომენტი იქნება. ახლა ძალიან გთხოვთ განაცალკევით. მამაკაცების ცხოვრებაში აუცილებლად შემოვა თასების დედოფალი, მაგრამ ქალბატონებო თქვენს ცხოვრებაში მოდის იმპერატორი, დიდი ალბათობით ოჯახიანი მამაკაცი შემოაბიჯებს. და მაინც მოდით დავკონკრეტდეთ. აბა, რატკი ესე წამოიღო ინფორმაცია, გავყობ, ხო? ვინ შეიძლება იყოს თქვენი მეუღლე? რა ტიპაჟი შეიძლება იყოს თქვენი მეუღლე მამაკაცებისთვის და ქალბატონებისთვის? მამაკაცებისთვის რა ტიპაჟი და
საკმაოდ ისეთი ენაწყლიანი, საკმაოდ ეს მოკლედ 900-900-ს რომ გადალახავს, ისევე ისაუბრებს და ისე შეფუთავს ყველაფერს, რომ ნუ აი იფიქრებთ, რომ ამის მეტი იქის კიდე რა შეიძლება მინდოდესო. რვიანი კვერთხებით ცოტა ბარიერები გექნებათ ურთიერთობებში. რას ნიშნავს ეს ბარიერები, რის გამო იქნება, აბა მანახეთ. ხო, აქ სავარაუდოდ ან გაშორების ზღვარს იქნება ადამიანი, ვინც თქვენს ცხოვრებაში შემოდის, ან უკვე გაშორებული იქნება. კი, რომელიცაც უნდა უბრალოდ ახალი ცხოვრების დაწყება და უნდა რომ გადავიდეს ცეცხლოვან ენერგიებში, ხო, აღარ უნდა, თუნდაც შეიძლება ცოლობა სულ აღარ უნდადეს და უნდადეს უბრალოდ საყვარელი ადამიანი იყოს. სხვა შორის მინდა გითხრათ, რომ ქალბატონი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში შემოვა და რომელზეც თქვენ სერიოზულად იფიქრებთ, ცოტა მამაკაცური ენერგიების მატარებელი ქალბატონი იქნება აუცილებლად. ადამიანი, რომელთანაც სასწაული მიჯაჭვულობა გაგიჩნდებათ და რომელთანაც გადაწყვეტთ, რომ დიახ, მე ამასთან ცხოვრება უნდა დავიწყო. კი ბატონო. საბჭაროს არკანით შეიძლება კარმულიც იყოს, მაგრამ გახდება ეს თქვენთვის გადმოვა ფემინურ ენერგიებში და გახდება პენტაკლების დედოფალი. ამას თქვენ შეძლებთ, ოღონდ თქვენი დახმარებით მოხდება ეს ყველაფერი. თქვენ გამოიყვანთ ამ ადამიანს იმ სიტუაციებიდან, იმ საკმაოდ რთული სიტუაციებიდან, როცა არაფერი აღარ ახარებდა და კი, თქვენ მისცემთ იმ ემოციას, რომ ადამიანმა აბსოლუტურად სხვა საფეხურზე აინაცვლოს. აბა ქალბატონებთან ვინ მოდის? ხო. ქალბატონებთან ბევრი დარდის, ნერვიულობის, ბევრი იმედგაცრუებების მერე სამყაროს ხელდასმით იგზავნება ადამიანი და ვინ არის აბა ეს ადამიანი მათახე ქალბატონებისთვის? ადამიანი, რომელიც არის ბევრ სიხარულს მოგიტანს, ბავშვურ ენერგიებში გადაგაგდებთ, ბავშვურ გულუბრყვილობაში, ბევრ შესაძლებლობას მოგცემთ ცხოვრებაში. აი პრაქტიკულად გაგრძნობინებთ, რომ აი ამ ტვირთების მერე ნახე, მთელი დედამიწა შენს ხელშია, რა გადარდებს, რატო ნერვიულობ, ხო მე შენთან ვარ, არაფერი არ დანგრეულა, პირიქით ჩვენ შეგვიძლია ეს ყველაფერი რაც გაფუჭებული იყო, გავანათოთ, გავამზიანოთ, ხო? და განდეგილის პოზიციიდან რას იზამს? რატო? კი, აი ამ მდგომარეობიდან გამოგიყვანთ და ერთგვარი ძალის მომცემი, ერთგვარი, ასე ვთქვათ, მოტივი, ერთგვარი სტიმული იქნება თქვენს ცხოვრებაში. და კაი, მაინც მინდა კიდევ, კი, რომელიც თქვენ იმპერატრიცად გაგცევთ. ოღონდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბევრი პრობლემის გავლა მოგიწევთ. სავარაუდოდ ბევრი ბარიერი გექნებათ, ბევრი კითხვის ნიშნები გექნებათ, მაგრამ ეს ადამიანი შეძლებს რომ ოჯახი შეგიქმნათ. ოჯახური სიმყუდროვე შეგიქმნათ, უიუტი რა იყო და იმპერატრიცად გაგრძნობინოთ თავი. მადლობა მეგობრებო, დაგემშვიდობებით დროებით.